უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო ეთერშია გადაცემა ავანსცენა მე კი მისი წამყვანი ნიკოლოზ სულუკიძე გახლავართ თეატრალური შემოდგომა ყოველთვის დატვირთულია ხოლმე თეატრალური სიახლეებით იმიტომ რომ ფესტივალები იწყება ამ დროს და მიდის შეჯამება გასული სეზონისა 2015-2016 წლის თეატრალური სეზონი უხმოსავლიანი გამოდგა მარტო 10-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდა და ამ წუთშიც მიმდინარეობს მე გუშინ ჩამოვედით მარნეულის სახალხო თეატრების ფესტივალიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეგიონში რომ ქართული ფესტივალი მიმდინარეობს და სახალხო თეატრები იღებენ მონაწილეობას იმიტომ რომ იქ ქართული სიტყვის გაჟღერებას ორმაგად მეტი მნიშვნელობა აქვს ამიტომ მე ზოგადად ფესტივალის ორგანიზატორებს აუცილებლად დავპატიჟებ შემდეგ გადაცემაში და უკვე ამ ფესტივალზე ვისაუბროთ მანამდე კი ჩემს კოლეგებთან ერთად ვეცდებით შევაფასოთ და შევაჯამოთ სეზონი თეატრალური შემდეგ კი ორ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო წიგნზე ვისაუბროთ ქალბატონი მაკავასაძის და ბატონი ლაშა ჩხარტიშვილის რომლის პრეზენტაციაც 6 ოქტომბერს შედგება რუსთაველის თეატრის ქიმერიონში, სადაც ასევე დიდი ტრადიცია აქვს შეხვედრებს და სალონურ საუბრებს. მოკლედ, ქალბატონი მაკავასაძე, ქალბატონი თამარ ბოკუჩავა, ბატონი გოგი ყაჯრიშვილი, ბატონი ლაშა ჩხარტიშვილი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და ქალბატონო მაკა ესე საათის ისრის მიმართულებით წამოვხვები. ძალიან საინტერესო სეზონი იყო, ხო? უამრავი პრემიერა გაიმართება, იყო შეჯამება იყო კონფლიქტი და დაძაბულობა რომლის გარეშეც არ არსებობს თეატრალური სფერო და სამყარო ხო მაგრამ მე ყველაფერი ცხრება ხოლმე და ჩვეულკალაპოც უბრუნდება აი თქვენთვის რა იყო გამორჩეული აი ამ გასულ სეზონში მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მსმენელს ამ სეზონში კონკრეტული კითხვა დამისვით და ამიტომ კონკრეტულად ვიპასუხებ ჩემთვის იყო ორი გამორჩეული ქართული სპექტაკლი და ერთი აღმოჩენა ეს ორი სპექტაკლი გახლავთ ბატონი რობერტ სტურუას დაკანონებული უკანონობა მეორე სპექტაკლი ეს გახლავთ ლევან წულაძის ბატონ გურამ ბათიაშვილის ასე ვთქვათ პიესის მიხედვით გაკეთებული აბსოლუტურად ახალ სტილისტიკაში უცხოობაში ბეგალუტი ასე ეწოდება ამ სპექტაკლს და განსხვავებულია იმიტომ რომ ეს არის დრამატული თეატრის სპექტაკლი ოღონდ სულ სხვა ფორმით, ანუ არავერბალური და მოძრაობის თეატრის, ფიზიკური თეატრის ელემენტებით, ანუ შერწყმული. მაგრამ აბსოლუტურად აი დრამატული თეატრის სტილისტიკაში გაკეთებული. ბატონი რობერტის დაკანონებული უკანონობა ეს არის საქართველოში მეორეჯერ დგამს ბრეხტის პიესას ბატონი რობერტი და ნუ არ ვიცი სასწაული საქართველოში მეორედ სეჩუანელი კავკასიური და უკაცრავად ხოლმე სამეთ მართალია სეჩუანელი ორჯერ კავკასიური და ახლა დაკანონებული უკანონობა წინვალი სპექტაკლია აი ეს მოკლედ რომ შევაფასო ნუ რეცენზიები ორივე სპექტაკლზე მაქვს დაწერილი უფრო ვრცლად და აღმოჩენა იყო ჩემთვის ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალზე გიორგი შალუტაშვილის მიერ დადგმული სამსონაძის პიესა მეთევზე 1-2 სადაც თამაშობდა ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი და ქართველი მაყურებლისთვის დავით როინიშვილი ეს არის ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი და გიორგი ჩაჩანიძე, რომელიც არის სრულად ახალგაზრდა, იგი არის ჭიათურის თეატრის მსახიობი, შარშან მესხიშვილის, ხო ეს არ ვიცოდი, ანუ ორივე თეატრის მსახიობია, რომელმაც შარშანაც და წელსაც აიღო მთავარი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის იმერეთის ფესტივალზე, ბატონი ლაშა და თქვენ ბრძანდებოდით ჟიურის წევრები და რა თქმა უნდა ჩემზე უკეთ იცით ამის შესახებ. აი ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო ჩემთვის აღმოჩენა. მართლა
უნიჭიერესი ბიჭია, თუმცა შარშან ვნახე მე ჭიათურის სპექტაკლში მუსუსი ქუთაისში გამართულ იმერეთის რეგიონულ ფესტივალზე, მაშინ ძალიან მომეწონა და ამ სპექტაკლში მე ვიტყვი რომ აი ერთ დონეზე იყვნენ ბატონი დავითი და გიორგი და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ამოვა ქართულ თეატრში, ეს იქნება რეჟისორი თუ მსახიობი, ეს რა ვიცი მგონია რომ ყველაზე დიდად გასახარი ამბავია. აქვე რაგი ახალგაზრდებზე საუბრობთ, არ შეიძლება არ აღნიშნოთ თემურ ხეიძის შემოქმედების აუცილებლად უკაცრავად ხო, სწორედ ძალიან ნახე სპექტაკლი ათონელი გუშინწინ უბრალოდ ათონელის თეატრში და გამოუცა ახალგაზრდა მსახიობის ტასო ჭანტურაიას სამსახიობო ასატობის საოცარმა ფლობამ მთელი სტუდენტია მეოთხე კურსზე გადავიდა შაშა. ასევე არ შემილია ბატონი თემურის სახელოსნო რახან ახსენეთ, არ ვახსენო თათა პოპიაშვილის სპექტაკლი, მისი მაგისტრატია და ოლიმპიური თამაშები და მარინა რევია ალექს ჩიღვინიძის პიესის მიხედვით გაკეთებული რეჟისორი გამახსენე. გურამ ხონღაძის დადგმული ეს მე ვნახე სამწუხაროდ მხოლოდ ეს ორი აი წელს მისი მაგისტრანტების გამოშვებული სპექტაკლები. ნუ სამეფო უბნის თეატრის ახალგაზრდებზე მინდა გითხრა რომ ეს ცალკე თემაა, ცალკე სასაუბრო თემაა. ახალციხეში ჩვენ ვიყავით. არ მინახავს ვანოს სპექტაკლი, არ მინახავს თეატრი. ისმენთ. სამეფო უბნის თეატრში ვანო ხუთშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი, სადაც თამაშობს ორი მსახიობი, აბულაძე და ლილი ხურითი. და ესეც თემურის ერთ-ერთი მაგისტრანტია და იმიტომ ჩავერთე. ახალგაზრდებსაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ფესტივალები ვახსენეთ. ერთ რამეს აღნიშნავ კიდეს, ზოგადად ქართულ თეატრში ყველგან წამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა თაობა, მსახიობებიც და რეჟისორებიც. ყველგან რეგიონებშიც, თბილისის თეატრებშიც, აი ყველა თეატრში გამოჩნდნენ რაღაც არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. სანამ ქალბატონ თამარს თხოვდე რომ ფესტივალზე ისაუბროს, მე მანამდე მინდა შევეცადო და ჩამოთვალო ლაშა თუ გამომრჩა შემახსენე ის ფესტივალები რომლებიც წეს ჩატარდა. დავიცოთ ახალციხის ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი, ჩემო ბატონო, ქუთაისში თეატრალური იმერეთი, ფოთში სახალხო თეატრების ფესტივალი, ბათუმში რეგიონული თეატრების ფესტივალი, რეგიონული თეატრების ფესტივალი ფოთში, აი მარნეულში კი სახალხო თეატრების ფესტივალი, ბათუმში მონოპიესების ფესტივალი, ჩემო ბატონო, გორში კომედიის ფესტივალი, ბათუმის ქუჩის თეატრების ფესტივალი საერთაშორისო. ეს ორი ფესტივალი, რომელიც ერთი ახლა დაიწყო თბილისის საერთაშორისო ფესტივალი და გველოდება გიფტი საჩუქარი. ხო, კი ბატონო, ორი გამორჩეული ფესტივალი. ასევე არ გამოგჩეს ეტიუდების ფესტივალი თეატრალური თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით. ოზურგეთის თეატრის ნოდარ დუმბაძის ფესტივალი და ხულოში პიესების ფესტივალი, რომელსაც ჩვენ ვიყავით. ქალბატონ თამარ, თქვენ ესწრებოდით ამ ფესტივალს ზოგიერთ მათგანს, მე მქონდა უფუნება რომ ყველა მათგანზე ყოფილიყავი გარდა გორის კომედიის ფესტივალისა და ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდებოდა. თქვენ ესე იგი ჯერ თვითონ ფაქტი ფესტივალების სიმრავლის. ამას აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი მხარე, იმიტომ რომ ისეთი აქტიური თეატრალური ცხოვრება მიდის და თეატრებს ეძლევათ საშუალება რომ აჩვენონ თავისი შემოქმედება, აჩვენონ უფრო ფართო მაყურებელს, იმოძრაონ საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. და ეს წესით მათ შემოქმედებით ინსპირაციას უნდა აძლევდეს, უნდა ზრდიდეს მათი შემოქმედების ხარისხს, ახალი იდეები უნდა ჩნდებოდეს და მე მგონი რომ ფესტივალების სიმრავლემ აქეთ უნდა წაგვიყვანოს. თვითონ ახალი ფესტივალის დაარსება და ამ ფესტივალის პრაქტიკა იძლევა დახვეწის განვითარების შესაძლებლობას. აი უკვე 2 წელია რაც ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს და უკვე ერთგვარი პანორამა შეიქმნა იმ ღირსებებისა და პრობლემებისა, რომელიც არსებობს ზოგადად რეგიონულ ქართულ თეატრში და ზოგადად ქართულ თეატრში, იმიტომ რომ მე მაინც არ გავყოფდი თეატრს დედაქალაქის და რეგიონის, რომ მე პრინციპულად მომხრე ვარ იმისა, რომ თეატრს არ აქვს, ასე ვთქვათ, ესეთი რეგიონული და დედაქალაქის სტატუსი. და ამისი არგუმენტი არის თუნდაც ის, რომ ევროპაში ბევრი ძალიან საინტერესო თეატრალური მოვლენა სწორედ რეგიონში იწყებოდა
და ნუ ამისი ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია და ესე ვთქვათ არახალი ეს არის იეჟი გროტოვსკის თეატრი ლაბორატორიული თეატრი რომელიც ჯერ ოპოლეში დაარსა მან პატარა ქალაქში და 13 რიგის თეატრი ერქვა და შემდეგ უკვე ვროცლავში გადავიდა და მოგახსენებათ რომ აი ამან უზარმაზარი გავლენა მოახდინა და იტალიაში პონტედერაში და მოახდინა მთელ მსოფლიო თანამედროვე თეატრალურ პროცესზე უზარმაზარი გავლენა. ამდენად მე ვფიქრობ რომ რეგიონული თეატრების განვითარება, მათი ხელშეწყობა, ასევე ესე კარგი კრიტიკული ანალიზი, აი მე ვფიქრობ რომ ყველაზე აქტუალურია ახლა თეატრო პროცესი მიდის და მე ვფიქრობ ახალგაზრდა კრიტიკოსები უნდა ჩაერთონ უფრო აქტიურად ამ პროცესის შეფასებაში, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ხო ჩვენ ყველანი საკმაოდ დაკავებული ადამიანები ვართ, ყველაფრის ნახვას და შეფასებას ნამდვილად ვერ ახერხებ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი კრიტიკოსთა აქტიობა და კრიტიკოსთა ხელშეწყობა უნდა გაიზარდოს. აი თუ კი რამეზე გავაკეთებდი აქცენტს, მე გავაკეთებდი აქცენტს სწორედ თეატრალური კრიტიკის ხელშეწყობაზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ადეკვატურად ფართოდ მრავალგზის, მრავალმხრივ შეფასდეს ფესტივალები და ხელი შეეწყოს საბოლოო ჯამში იმას, რაც ჩვენ გვინდა თეატრალური კულტურის განვითარება საქართველოში. თუმცა ყველა ფესტივალი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს კრიტიკოსების ჩართვას და ამის მაგალითია გორმა, როდესაც მიიწვია კრიტიკოსები და ჟიური აღარ არსებობს, მაგრამ სპექტაკლების განხილვა მოხდა ცოცხალ პლანში, რომელიც ეს მივიწყებული ტრადიცია გაცოცხლდა სპექტაკლის შემდეგ. ეს ცოცხალი პროცესი იყო და ჩემთვის როგორც მონაწილესთვის ძალიან საინტერესო. მეორე ფოთი ყოველთვის ეპატიჟება კრიტიკოსებს და ოზურგეთის ფესტივალმაც ყველა კრიტიკოსს უბრალოდ შესთავაზა, ყველა ვერ შეძლო ბუნებრივია წამოსვლა და მონაწილეობის მიღება და ფალყურის დევნება. ჩვენ ახლა სულ ცოტა ხნით რეკლამას დაუთმოდრო და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. შარშან ჩვენ როცა ვაძრამებდით სესოს, ატომოთ ვეღარ მოვასწარით რომ პრობლემებზეც გვესაუბრა და ძალიან საინტერესო იქნება თუ პრობლემებსაც წარმოუჩნდეთ, იმიტომ რომ გვაქვს ამის საშუალება დროის. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძირფესო რადიო მსმენელებო და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა წამოჭრა თეატრონე თამარ ბოკუჩავამ ისაუბრობდა კრიტიკის როლზე და კრიტიკის ხელშეწყობაზე, რომელსაც ძალიან დიდი დახმარება სჭირდება და სახელმწიფო უწყებებისგან უფრო მეტი ყურადღება საჭირო. გისმენებას მომცემ თუ კაჭარტელაშემ თქვა და მართალია მე ამაში დავეთანხმები რომ თვითონ ფესტივალები ცდილობენ კრიტიკოსების მოზიდვას და სწორედ მეც მინდოდა ამის თქმა, რომ გორის კომედიის ფესტივალზე სოსონემსაცემ ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა დანერგა. ის ეძახდა თეატრონებს და ყოველი სპექტაკლის მერე იმართებოდა განხილვები. და თქვენ წარმოიდგინეთ მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, ბევრი გამოცდილი კრიტიკოსი ხდებოდა ამ სიტუაციაში, ეს არ იყო ადვილი პროცესი, იმიტომ რომ კრიტიკოსი იჯდა თეატრის და დასის პირისპირ და საკმაოდ გულწრფელად და მაშინვე გამოთქვამდა თავის აზრს, თავის სპონტანურ შეხედულებებს და ეს კრიტიკოსას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებდა. კი, აღდგა ეს კულტურა, რასაც ქვია სპექტაკლის განხილვა, სპექტაკლის შემდეგ. ნუ აღდგა თუ არა, მაგრამ უკვე დაიწყო ეს პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი რამ ფოთის ფესტივალზეც იყო სპეციალური სტუდენტური პრიზი დაწესებული, რომელიც სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის თეატრების ფაკულტეტის სტუდენტებმა გადასცეს ახალგაზრდა მსახიობს და სწორედ ძალიან კორექტულად და სწორედ იყო გაკეთებული, იმიტომ რომ ახალგაზრდები აფასებდნენ ახალგაზრდებს, მაგრამ მე სწორედ იმ და კარგია რომ ფესტივალებზე ეს ტენდენცია დაიწყო, მაგრამ მე მხედველობაში მქონდა რომ ახალგაზრდა კრიტიკოსებს მეტი სარბიელი სჭირდებათ, იმიტომ რომ ის თეატრი იყოს სრულფასოვანი და ფუნქციონირებდეს სრულფასოვნად, ეს რგოლი, კრიტიკის რგოლი უნდა იყოს ძალიან ძლიერი, მრავალფეროვანი და აქტიური. ამიტომაც ამისთვის საჭიროა როგორც პრესის, ისევე ელექტრონული მედიის გააქტიურება და თვითონ თეატრების გააქტიურება თვითონ სეზონების განმავლობაში. ახლა ფესტივალის დროს საინტერესოა, იმიტომ რომ იკრებებიან, მაგრამ სეზონის განმავლობაში არავინ არავის კრიტიკოსებს როგორც წესი აღარ ეპატიჟება. ერთი შემთხვევის გარდა, რომელიც ქონდა, რომელიც ჯერჯერობით შეჩერდა
დამწვავედ დგას ჩემი აზრით პრობლემა კრიტიკისთვის, სათეატრო კრიტიკისთვის, სივრცის არარსებობის გამო. ერთადერთი ჟურნალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის თეატრი და ცხოვრება, მსმენელმა უბრალოდ რო იცოდეს პრობლემის არსი, ორ თვეში ერთი ნომერი გამოდის მხოლოდ და ბუნებრივია ერთი ნომერი ყველა მსურველი კრიტიკოსის წერილს ვერ დაიტევს და ამა თუ იმ თეატრალურ მოვლენაზე პრობლემაა ისიც, რომ რამდენიმე თეატროსნეს სურს გამოეხმაუროს ამა თუ იმ მოვლენას, პრემიერას, ფესტივალს, რაღაც ღონისძიებას, მაგრამ იმის გამო რომ უკვე ერთ ავტორთან არის შეთანხმება, ყველა ვერ წერს. და ბატონი გურამი სხვათა შორის ხანდახან, როდესაც არის რაღაცა რეცენზიაზე თუ არის საუბარი, 2-3 ავტორის რეცენზიას განსხვავებული აზრი თუ არის ბეჭდავს. რა თქმა უნდა ბეჭდავს. ბატონმა გურამმა რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ჟურნალი. მეტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აკეთებს ამ ჟურნალის შენარჩუნებისთვის და არსებობისთვის, იმიტომ რომ ერთადერთი სივრცე ეს არის ჩვენთვის თეატროსნებისთვის, მაგრამ სულ მახსენდება რომ ყველა მინისტრი მოსვლისთანავე კულტურის სამინისტროს გულისხმობ ამბობს ხოლმე რომ კრიტიკა უნდა გააქტიურდეს, კრიტიკას უნდა დავეხმაროთ, კრიტიკას სჭირდება მხარდაჭერა პირველივე განცხადებებში, მაგრამ ეს რჩება განცხადებება და არასდროს რეალური ნაბიჯები არ იდგმება, იმიტომ რომ ჟურნალი რომელიც შეიქმნა კულტურის სამინისტროში შეიძლება ძალიან კარგი დიზაინი აქვს, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, პროფესიონალი ავტორები ბეჭდავენ, მაგრამ ის ვერ ქმნის ვერანაირ კლიმატს კრიტიკაში და საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ვიწროთ ჩაკეტილი ჟურნალია, რომელიც ყველგან მართალია უფასოდ ვრცელდება და არ იყიდება, მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის ბენეფიციარებისთვის, მხოლოდ თეატრებში რო დააგზავნიან 3-4 ეგზემპლარს, ეს არაფერს არ ნიშნავს და აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილა მინისტრი ბოლო 10 წლის განმავლობაში, სადაც მე მაკავასაძესთან ერთად და კიდე რამდენიმე თეატროსთან ერთად არ შეგვეთავაზებინა გამოცემა ყველანაირი ფორმატი, ყველანაირი ბიუჯეტი, ჟურნალი, გაზეთი, ელექტრონული გაზეთი, სადაც მხოლოდ ჰონორარებიც კი იყო გათვლილი და ყველა პროექტში ყავდა თანადამფინანსებელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობის სახით ან გაზეთი რეზონანსი აფინანსებდა დაბეჭდვას მხოლოდ ჰონორარებს ვეთხოვდით. ნებისმიერი ბიუჯეტი, ნებისმიერი ფორმატი სამინისტროსთვის აღმოჩნდა უინტერესო, თუმცა განცხადებებში ყოველთვის ამბობენ, რომ კრიტიკას სჭირდება მხარდაჭერა. პრობლემა ის არის, რომ კრიტიკოსები არსებობენ, ეს მინდა იცოდეს შემოქმედებითმა პერსონალს, რეჟისორებს და მსახიობებს გულისხმობ, თეატრალური კრიტიკოსები გაცილებით მეტია, მაგრამ არ არსებობს სივრცე და мотиваცია, რომ ამ ხალხმა წეროს და იაქტიუროს. ჩვენ ამით უნდა ვიარსებოთ, ლაშა. და ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ამით ვიარსებოთ. ფაქტობრივად კრიტიკოსები ახლა დავუმატებ ერთი, რომ აი ამ ჟურნალს თეატრის ცხოვრებას მას კულტურის სამინისტრო აფინანსებს. გეთანხმები გოგი, მაგრამ აქ არის საუბარი რაზე. ორ თვეში ერთხელ გამოდის ჟურნალი. როდესაც შენ გაზეთი რეზონანსი გთავაზობს ასე წინადადებას, რომ გაზეთი გამოვა მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ, მე ვიღებ ჩემ თავზე ბეჭდვას. შენ ჰონორარები და ეს ჰონორარები რო გადახედო, არის სასაცილო, მინდა გითხრა. და ამ დროს პირდაპირ უთხარით, რომ იცით რა, დავიღალეთ თქვენთან ამაზე. მოდი თქვენ თვითონ გააკეთეთ ჟურნალი და გააკეთეს კულტურა პლუსი. უდიდეს პატივს იქ მომუშავე ადამიანებს, რედაქტორსაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჟურნალი და უთხარით რა, აი ხელოვნების მსგავსი, თქვენ გახსოვთ ხო ჟურნალი ხელოვნება, აგრე ერქვა საბჭოთა ხელოვნება, მე ხელოვნება, არა ბატონებო, ეს არ არის კულტურა პლუსი, ის ჟურნალი, რაზეც ჩვენ გთხოვეთ, რომ გააკეთეთ და თქვენთან დავიბეჭდებით. ორ გვერდს რო გაძლევენ, მხოლოდ თეატრის შესახებ თვითონ ნომერში, რომელიც გამოდის მგონი კვარტალურად, ხო? კვარტალში ერთხელ. ხალხო, ნუ სასაცილოა სატირალი რო არის. და ძალიან ისეთი ვიწრო სნობური ჩაკეტილი ჟურნალია. ჩაკეტილი და ორ გვერდს გაძლევენ. ლაშა, დაბეჭდილი მაქვს იმ ჟურნალში ქალბატონ თავისთან დაბეჭდილი არის. ორივე ფესტივალზე საერთაშორისოზე ეკა მაზმიშვილის მიერ ორგანიზებულზე და კეთი ტეოლიძის მიერ ორგანიზებულზე მომცა ამ ჟურნალმა საშუალება რომ გამომექვეყნებინა, ამიტომ ესეთ კრიტიკით არ მაგრამ მე გითხრა
კოლეგები მუშაობენ იქ ჩემი ინტენსივობა ამ ჟურნალის გამოსვლისა და ინფორმაციული ხასიათის არის თან უნდა სარეკლამო ხასიათი. შენ იქ ანამის ვერ გააკეთებ იმითი რომ ის გამოდის იშვიათად და ამიტომაც ალბათ უკეთესი კრიტიკა არის პროცესი რომელმაც უნდა მიადევნოს ყველა პროცესს ჩვენ სად წეროთ არა მე აბსოლუტურად გეთახმები მეც იგივე პრობლემაზე ვლაპარაკობ შენ დაიწყე ამ პრობლემას უნდა იყოს არქივანი ხა მე არ ვიცი ფაქტია და არ არის სამწუხაროდ ალტერნატივა არ არსებობს თეატრი და ცხოვრების და ეს იმპულსი ფორმატი ხო შეზღუდულები ხარ კულტურა პლუსში მე პირველ ნომერში რომელიც არ დაიბეჭდა მაგრამ ელექტრონულად გამოვიდა მე ვიყავი ავტორი გვაქვს დაწერილი და შეტანილი 6 პროექტი შევიტანეთ ჩვენ სამინისტროში მაგრამ მით უმეტეს თუ არის ასეთი ჟურნალი და ფინანსდება ხო უნდა ვიცოდეთ ამ ჟურნალის არსებობა ამ პროფესიაში მოღვაწე ადამიანებმა მაინც რომ სადღაცა უნდა ვრცელდებოდეს და სადღაცა რაღაცა უნდა ვიგებინოთ მე რომელსაც თეატრებში უნდა დადო მაგრამ არ არის ის ჟურნალი არა აქ ლაპარაკი კიდე სხვა რამე რატო იხარჯება მაშინ და კითხებ სამინისტროს მე რას მეკითხებ ის არეკლამოა მაგრამ იცი რა აქ კიდე მეორე მომენტია ძალიან საჭიროა გაზეთში ხდებოდა რეცენზიის გამოქვეყნება იმიტომ რომ გაზეთი არის ხშირი უფრო მეც მოიცავს უფრო მეტ კითხვაზეა გათვლილი და რაც თავარი ოპერატიულად მაგალითად მე რეცენზია მე მაგალითად სპექტაკლის შემდეგ რეცენზია რომ გამოვაყრიში რომ მეორე დღეს წაიკითხოს მაყურებელმა და სარეკლამოც იქნება და პლუს ის რომ მაყურებელი უკვე ორიენტირებული იქნება კონკრეტულ თეატრზე და არა ორი თვის მერე თეატრზე ცხოვრებას არავინ არ ყიდულობს. სამსახად უნდა თქვა რომ ჩემი თაობისთვის, ჩემი თაობის კრიტიკოსების თეატროსნებისთვის გაზეთი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი არსებობდა კულტურა რომელიც რო არ ყოფილიყო არ ვიქნებოდი ალბათ ამ პროფესიაში არც მე, არც მარიამ ჩუბინიძე არ წერდა, არც თამარ მუქერია, არც თაკო კიკნაველიძე, არც ნერონ აბულაძე. ეს ვინც დარჩა დღეს პროფესიაში სწორედ ამ გაზეთის დამსახურებაა კულტურა რომელსაც სხვათა შორის სამ უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებელთან ერთად კონსერვატორია აკადემია და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გვერდით ედგა კულტურის სამინისტრო ეს იყო ყოველკვირეული გამოდიოდა ვიღებდით მცირე ჰონორარს მაგრამ სტუდენტებისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე გამიმართლა რომ იმ პერიოდში გამოდიოდა გაზეთი კულტურა და გადავრჩი ამ პროფესიას შემოჭრა ეხლა არის საუბარი ბატონულაშა იმის შესახებ რომ აღვადგინოთ ამ სამმა უნივერსიტეტ უმაღლესმა საგანმანათლებლო სახელოვნებო სასწავლებელმა ეს გაზეთი იმიტომ რომ მივხვდით თამუნა რომ თუ არ გამოვზარდეთ კადრები ანაირებ თუ შედეგი პროფესია დაიმკვება ჩემი და ნიკას თაობის შემდეგ მართლა არავინ არ მოტივაციის გაზა საჭიროა სივრცის შექმნა და სარბიელის იმიტომ რომ პროფესია გახდეს მიმზიდველი თანაც საჭირო პროფესიაა მაგრამ თუ არ შექმენი რაღაცა გარკვეული ინსტიტუციური განვითარების საშუალება მაშინ ეს პროფესია უბრალოდ ჩვენი ოპონენტები ალბათ გვეტყვიან რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან მარტივად გადაიჭრება ეს საკითხი და აგერ ბრძანდება გოგი ყაჭრიშვილი, სოფო ძიძიგური არსებობს ეგეთი მანანა ტურიაშვილი და მეც გახლავართ რომლებმაც რამდენიმე წლის წინ შევქმნით ჩვენი ბლოგი რომელიც არის რა თქმა უნდა უფასოდ კეთდება ინტერნეტში ეს ყველაფერი და ხელმისაწვდომიც არის ძალიან საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს წაკითხვებიც არის იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ეს სტატისტიკა რამდენი მნახველი შემოდის ამა თუ იმ გვერდზე მაგრამ და წერთ უფასოდ ბუნებრივია ხა ვიღაცა ყველა ვერ დაწერს ერთი და იგივე სპექტაკლზე თეატრი და ცხოვრებაში და წერთ აქ არსებობდა არტარია რომელიც იყო ის სივრცე კიდე სადაც შეგვეძლო ჩვენ გვეწერა მაგრამ უფასოდ გადაიქცა და გამოდის რომ ჩემ თავსაც ვეღარ ვცემ და შენ პროფესიას პროფესია გახდა უფასო პროფესია გახდა რომ და მოტივაცია არ არსებობს და შედეგს მეგეთყვით შედეგს იცით პროფესიონალთა პროფესია და პროფესიონალის ხარისხი სამწუხაროდ ამითაც იზომება იცით შედეგი რა არის წელს რამდენ ადამიანს მოუნდა თეატრმცოდნეობა საქართველოში ერთს ერთ ადამიანს და 5 წლის მერე არც ერთს და თუ თეატრალური კრიტიკა ვერ განვითარდება თეატრით სამწუხაროდ ჩვენ შემდეგ ნაწილში უკვე გავაგრძელებთ საუბარს ვიფასო რადიო მსმენელებო ორ წიგნზე რომელიც წარდგინებაც რუსთაველის თეატრში ქიმერიონში მოხდება 6 ოქტომბერს და თუ დაგვრჩა კიდე ზოგიერთ სასიკეთო მოვლენებსაც გავამხმაურებთ ქართული თეატრის გასული სეზონისას დაგველოდეთ
ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო იმედში ავანსცენა მიდის გადაცემა, რომელიც საუბრობს თეატრზე. ჩვენ ძალიან ისეთი ხარე კამათი გქონდა თეატრალური კრიტიკის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ წარგიდგენთ ორ წიგნს, რომლის პრემიერაც მოხდა, უბრალოდ წარდგენება მოხდება რუსთაველის თეატრში 6 ოქტომბერს. რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა, ასე ქვია მაკავასაძის წიგნს, რომელიც მისი სადოქტორო შრომაც გახლდათ და ასევე შრომა გახლდათ ლაშა შხარტიშვილის მეფელირის სცენიური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში. სანამ ავტორებთან გადავიდოდე სიტყვით, მე მინდა ქალბატონ თამარს ვთხოვო, რომელიც როგორც ხელმძღვანელს ორივე წიგნთან ჰქონდა რეცენზენტს, უბრალოდ დიახდა. აი რა შეემატება ქართულ თეატრს, სტუდენტებს თეატრალურ სამყაროს ამ ორი წიგნი. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო არის, რომ ეს ორი წიგნი ერთად გამოდის და მათი პრეზენტაციას ერთად ეწყობა. დღეს სწორედ მომცეს ავტორებმა თავისი წიგნები და კიდევ ერთხელ გადავხედე. მე ვიყავი ამ ორი ნამუშევრის, სადოქტორო ნამუშევრის რეცენზენტი ერთი წლის წინ დაახლოებით, არა? და ამიტომ მაინც თქვათ მინდოდა ორი წლის წინ უკაცრავად შტაბ-შტილების განახლება, ამიტომ გადავხედე პრეზენტაციისთვის უფრო კარგად აღვიდგენ, მაგრამ რაღაცა ტენდენცია, რომელიც ამ ორ წიგნშია გამოხატული თავისთავად წიგნის ღირებულებისა და ხარისხის გარდა, რომელიც ეს თქვათ ორივე წიგნს აქვს, არის ძალიან საინტერესო. ანუ ერთი წიგნი, მაკავასაძის წიგნი, ეძღვნება რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკას. შესაბამისად, ის მოიცავს რობერტ სტურუას შემოქმედების პრაქტიკულად ყველა ასპექტს. ძალიან საინტერესო კლასიფიკაციით აქვს მას სპექტაკლები დაყოფილი. ცალკე გამოყოფს რობერტ სტურუას ქართულ კლასიკაზე განხორციელებულ დადგმებს, ასევე ცალკე განიხილავს მის შექსპირიანას და უნდა გითხრათ, რომ მაკავასაძის სპექტაკლების განხილვის საკითხვის ეს პირდაპირ თვალსაჩინოდ ხედავ იმ სპექტაკლებს, რომელიც დადგა რობერტ სტურუამ და ეს არის მაკას განსაკუთრებული ნიჭი და უნარი, გარდა ანალიზისა, მოგვცეს ცხოველი სურათ ხატება სპექტაკლისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული უნარი თეატროსნისა და ძალიან ღირებული თეატრის ისტორიისთვის. იმიტომ რომ ვერასოდეს სპექტაკლის ვიდეო ჩანაწერი ვერ გადმოგცემს სპექტაკლის თვისებას ისე, როგორც ამას აკეთებს ოსტატი, როგორც ამას აკეთებს თეატროსნი, რომელსაც შეუძლია ემოციურ, სახიერი და ინტელექტუალური ასპექტები ერთად სინთეზურად და სინქრონულად გადმოგცეს. მაგრამ აი რა შეიძლება ლაშა ჩხარტიშვილის წიგნს ვადარებ. აქ სხვა მეთოდია გამოყენებული. ლაშას აქვს აღებული ერთი ლიტერატურული დრამატურგიული ნაწარმოები, ეს არის უილიამ შექსპირის მეფე ლირი და მისი სასცენო ინტერპრეტაციის გარკვეული გზა აქვს ნაჩვენები. და ნაჩვენები აქვს ევროპულ წილში, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ იწყება ლირის პიტერ ბრუკის მიერ განხორციელებული ლირის ინტერპრეტაციით და განხილვით და გარდა ამისა იმ კონტექსტით, რომელშიც დაიბადა პიტერ ბრუკის ახალი ინტერპრეტაცია, და შესაბამისად ეს წიგნი, რომელიც თითქოს ეძღვნება ერთ ნაწარმოებს, რეალურად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის და 60-იანი წლების იმ სათეატრო პროცესს ეძღვნება, რომელმაც შეცვალა კლასიკური ნაწარმოების და კერძოდ შექსპირული ნაწარმოების წაკითხვის ტენდენცია და გარდა ამისა ეს ერთი ჭრილი, ანუ ესე ვთქვათ ევროპული ჭრილი და მისი სვლა, რომ ლაშას აქვს თავისი მეთოდი ნაწარმოების განხილვისადმი და მიდგომისადმი მოძებნილი, როდესაც ის გარკვეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ კანონზომიერებას ხედავს იმაში, თუ რატომ კონკრეტულად ამ დროს, ამ ეპოქაში, აი ამ გარკვეული ინტერვალი, შეიძლება ითქვას, რომ სოციოკულტურულ ჭრილში გვაჩვენებს ის ამას, გარდა ამისა, რომ გვაჩვენებს შემოქმედებით და ინტერპრეტაციულ ჭრილში. შესაბამისად, ესეთი მიდგომა, ერთი ნაწარმოების, ესე ვთქვათ, ჩაღრმავებული ანალიზა, მათ შორის არსებული მსგავსება განსხვავებისა, ანუ ორიგინალური ინდივიდუალური გადაწყვეტისა და გარდა ამისა, იმისა თუ რა ანათესავებს. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მიდგომაა. ამას გარდა ის გვაძლევს გარკვეულ სტატისტიკურ ანალიზს, როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ სტატისტიკურ ანალიზს და აქაც ჩვენ ასე ვთქვათ, ერთგვარ მეთოდოლოგიურ სინთეზთან გვაქვს საქმე და ეს ჩემის აზრით არის სიახლე. ყოველ შემთხვევაში სამამულო თეატროსნებმა ამ შემთხვევაში მემხედველობაში
და აქ არის ორიგინალობა მეთოდისა, რომელიც შეიძლება ვიღაცამ საკამათოდ მიიჩნიოს, გამოუწესო ოპონენტები, მაგრამ ამაში არის გარკვეული სითამამე, ლოგიკურობა და განვითარების საინტერესო ტენდენცია. ხა ისე მაკას წიგზაუბროთ, მე ძალიან ხარ გამიგრძელდა სიტყვა. მაკას სიგნთან დაკავშირებით მე კიდევ მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის რობერტ სტურას შემოქმედების ფართო კონტექსტში და ჭრილში განხილვა, გარდა ამისა მაკამ ძალიან კარგად გამოიყენა ის კვლევები და შრომები, რომელიც არსებობს, იმიტომ რომ რობერტ სტურას შემოქმედება მოგეხსენებათ არაერთი და ორი ადამიანის მიერ არის ნაკვლევი, მათ შორის საუკეთესო ქართველი თეატრონების მიერ, მაგალითად შეიძლება წიგნი არსებობს რეჟისორი რობერტ სტურა და გორაბანიძისა და გარდა ამისა პავლო ურუშაძე და ალი მომლაძე და რომელი ერთი დავასახელო ვახტანგ ქართველიშვილი, ყველა ისინი სხვადასხვა ასპექტით და კუთხით იკვლევდნენ რობერტ სტურას. თავად თამარ ბოგუჩავა იკვლევდნენ ეს ადამიანები რობერტ სტურას შემოქმედებას, მაგრამ მაკამ ესე იგი აი კრეატიული ათვისება და თავისი კუთხით მან ერთგვარი სემიოტიკის პროპედევტიკა შეიძლება ამას დავარქვათ, ენობრივი ასპექტით გაანალიზა ის თუ როგორ ჩამოყალიბდა ის სტილისტურ შემოქმედებითი თავისებურებები, რომელიც აქვს რობერტ სტურას ისტორიულ, ესთეტიკურ, პოლიტიკურ კონტექსტში და რამ შეუწყო ამას ხელი, რა ფაქტორებმა იმოქმედეს და როგორ მოხდა იმ თვისებების და ხელწერის კრისტალიზაცია, რომელიც ჰქონდა რობერტ სტურას. და არ იმეორებს არც ერთი კრიტიკოსის მიერ. აბსოლუტურად მაგაშია საქმე. მეთოდოლოგიასაც თავად. დიახ, აი აქაც სწორედ მეთოდოლოგიაზე მინდა ვილაპარაკო, ის სემიოლოგიური ანალიზი, რომელიც მე საუკუნეში ძალიან აქტუალურია და უკვე 20-30-იან წლებში თუნდაც ტარტუს სემიოლოგიურ სკოლაში ლოტმანი ყავს მას ხშირად მოხსენიებული ბარტი და ასე შემდეგ. ლოსევი და სხვები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ხელოვნების სემიოტიკაში მუშაობდნენ, სწორედ ის ძალიან კრეატიულად და ძალიან გონივრულად იყენებს და მიუსადაკებს ამას რობერტ სტურას სათეატრო ენის ანალიზს. ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით და შინაარსობრივი თვალსაზრისითაც თანამედროვეობის კუთხითაც ეს ორივე ნამუშევარი არის ძალიან საინტერესო და შეუძლიათ მკითხველებს ნახონ მათი საჭირო ინფორმაცია. დიახ, მაგრამ არავისთვის ალბათ მოულოდნელი არ იქნებოდა, რომ რობერტ სტურაზე იქნებოდა შენი კვლევა, იმიტომ რომ განსაკუთრებით დამოკიდებულება, როგორც ყველა ჩვენთანაც, მაგრამ შენ კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს ამ დიდი ხელოვანისადმი და აი რამდენად კმაყოფილია თვითონ მაესტრო თუ გაეცნო ამ ნაშრომს და ნიკოლა, სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი. დიდი მადლობა ქალბატონ თამარს თამუნას ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ მე უპირველეს ყოვლისა მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მიხეილ კალანდარიშვილს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის, ვინც იყო ჩემი თემის ხელმძღვანელი, რომელიც აი სულ გვერდში მედგა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ მე ისე დავიცავი დისერტაცია, რომ მიშა აღარ იყო. არაჩვეულებრივი თეორეტიკოსი, კრიტიკოსი, ადამიანი, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ამის ყველაფრის თავ მოყრას მის გარეშე ვერ გეტყვით, რომელიც აი როგორი გულისხმიერებით კითხულობდა ყოველ ახალ თავს, როდესაც მე წერდი დისერტაციას. დიდი მადლობა მიშა, სადაც ხარ იქ. თუ მე არ ვიცი ბატონი რობერტი, ნუ ყველა მიცის ჩემი მისი შემოქმედებისადმი დამოკიდებულება და ესე მარტო ჩემი არ არის, ეს ყველა ქართველის მგონი ალბათ ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ასე ვფიქრობ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, რეჟისორია, რომელიც მსოფლიო რაც კი არსებობს რეჟისურა სათეატრო ხელოვნებაში, აი იმ ათეულში ალბათ მე ასე ვიტყოდი შედის ბატონი რობერტი და არ შეიძლება რომ ხო, ნუ მოკლედ აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. დიდი მადლობა ყველას. და დასაფასებელი ბატონ რობერტი ყველაფერს კითხულობს, ასე რომ პრინციპში რომ ის წიგნს გაცნობილია, ეს თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ისე უყვარს კითხვა, რომ ამ გონი აგარ თქო ხოლმე ყოველთვის. და ერთი რამ მინდა დავამატო რუსთაველის თეატრს უღრმესი მადლობა ამ პრეზენტაციის
ჩატარების უფლებისთვის ფესტივალს დიდი მადლობა რომ ჩაგვისვეს ქართული შოუქეისის პროგრამაში ბატონ რობერტს, ბატონ გია ზიას და ეკას და თამუნას და ასე შემდეგ. სულ ყველას. ლაშა მე მართალი გითხრათ ეს არ არის ჩემი პირველი წიგნი, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობით სწორედ ამ ნაშრომს მოვეკიდე, არა მარტო იმის გამო, რომ ეს ჩემი სადისერტაციო ნაშრომია, არამედ მეცნიერული მუშაობა ყველაზე მეტად გამოჩნდა აქ და ეს წიგნი მზადდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. სიმართლე რომ გითხრათ, დავიწყე ჯერ კიდევ ბატონ ვასო კიკნაძის ხელმძღვანელობით მუშაობა, როდესაც ვიყავი თეატროსნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგ გავაგრძელე ბატონ ლევან ხეთაგურთან და მე გამიმართლა იმაში, რომ ვინც ამ წიგნის მომზადებაში მეხმარებოდა, იყვნენ ჩემი ოპონენტები, მრჩეველები თუ ასე შემდეგ, საუკეთესო სპეციალისტები აღმოჩნდნენ. შემდგომ ეს გაგრძელდა გიაც კიტიშვილი, ქალბატონი თამარ ბოქუჩავა და მაია გოშაძე და მართლა გამიმართლა გულწრფელად, იმიტომ რომ ვისაც მიიყავს თეატროსნეობა, სწორედ იმ ადამიანებს ჰქონდათ შეხება ამ ნაშრომთან და მე ვიყავი ბედნიერი რომ მათ შენიშვნებს ან შექებას ვითვალისწინებდი და მიწევდა მუშაობა და რა თქმა უნდა სადღეგრძელოსავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს და ამ უნივერსიტეტის გამომცემლობას, იმიტომ რომ მან მომცა საშუალება რომ ეს ნაშრომი დაბეჭდილიყო და არ ყოფილიყო თაროზე შემოდებული როგორც შრომა, იმიტომ რომ ერთი თეთრი არ გადამიხდია და თეატრალურმა დააფინანსა მთლიანად ამ წიგნის გამოცემა, მადლობა ფესტივალს და რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რუსთაველის თეატრის ქიმერიონში, როდესაც მოიწყობა ამ წიგნის პრეზენტაცია და ვარ ძალიან უდიდესი მე მქონდა ფუფუნება რომ ჩემი წიგნის მოხუცი ჯამბაზების პრეზენტაცია რუსთაველის თეატრში ყოფილიყო და მართლა დიდი პირველი შემიხავი და მეორე მე დიდი მადლობა მინდა გისურვოთ, მადლობა მინდა გითხრათ რომ მოხვედით სტუმრად და წარმატება გისურვოთ სულ ყველას და იმ პრობლემებზე რომელზეც ჩვენ საუბრობთ შემდეგ შეკრებაზე შეკრებილიყავით და გვეთქოს რომ ეს ყველაფერი მოგვარდა. ბატონო ნიკა, ორი სიტყვა რომ დავამატო, მინდა სოსონ ემსაძის სპექტაკლიც ალუბლის ბაღი აღნიშნო გორის თეატრში ამ სეზონს ეკუთვნის, ანუ გასულ სეზონს ეკუთვნის და არაჩვეულებრივი ინტერპრეტაცია ჰქონდა, თვითონ გადაამონტაჟა ჩეხოვის ეს ტექსტი, სცენოგრაფიაც მისი იყო და სხვათა შორის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა თეატრის მოღვაწეთა კავშირის გრან-პრი სეზონის საუკეთესო. და მე მინდა კიდევ ორი სიტყვა თქვა, რომ ძალიან მომწონს ის ტენდენცია, რომ ახალგაზრდები ამ შემთხვევაში უკვე რეჟისორები, მსახიობები არიან აქტიურები. უნდა თემურ ჩხეიძის სახელოსნოს არსებობა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სწორედ ქართველი ახალგაზრდების პროფესიონალების განვითარებისთვის და დახელოვნებისთვის და ამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ბატონი თემური და ის აკეთებს არა მარტო რეჟისურის პლანში, არამედ სამსახიობოს და ტობის დრამატურგიის სტიმულირება ხდება, ატმოსფერო, კულტურა, თეატრალური ქცევისა თეატრში არა, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ბატონი თემური დიდი რეჟისორი და დიდი პედაგოგია. და მე ვფიქრობ, რომ ხო, ეს არის ძალიან კეთილშობილი საქმე მისი მხრიდან, იმიტომ რომ ის ტოვებს და ქმნის ახალ თაობას. ასწავლის მათ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ახალმა თაობამ უნდა იცოდეს შრომა. პრობლემა ერთ-ერთი, რომელსაც მე როგორც პედაგოგი უკვე ძალიან ძველი ხედავ ახალგაზრდებში, მათ კონცენტრაციის და მეთოდური მუშაობის უნარებს არ უნვითარებენ და ეს მოდის სკოლიდან იწყება ჩემის აზრით და ისეთ ადამიანთან შეხვედრა როგორც თემურ ჩხეიძე მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ შრომის კულტურის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ როდესაც ვაკრიტიკებთ კულტურის სამინისტროს, ყოველთვის მახსენდება ერთი რაღაც და თავს ვიკავებ ამის გამო, რომ კულტურის სამინისტრო არის სწორედ სიპის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თემურ ჩხეიძის სახელოსნოში შემქმნელი და ყველაზე დიდ მონაპოვრად სამინისტროს მიერ აი იმაჩნია რომ ეს არის საინტერესო რევიზორი ორი ვერსია ავთო არსიმაშვილის არაჩვეულებრივი სპექტაკლი წინას და გიორგი ხარაგიძის ვერ ამოვწურა კიდევ შეჯამდეს შემდეგ გადაცემაში მომავალ სამშაბათზე გემშვიდობებით იქნება მართლა ამ 16 წლის უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა მაყურებელი, წარმატება
წარუმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე.